საჯარო დისკურსში ხშირად კაცი წარმოდგენილია როგორც მაკონტროლებელი ან ჩაგვრის განმახორციელებელი სუბიექტი. თუმცა არასდროს ან თითქმის არასდროს არის საუბარი ჩვენს სხეულებრივ გამოცდილებებზე, იმაზე რომ ისევე გვაქვს კომპლექსები, წუხილები თუ შიშები, ისევე ვფიქრობთ ჩვენი სხეულისა და სხვა კაცების თუ ზოგადად ადამიანის სხეულის მიმართებაზე, როგორც სხვები, თუმცა საჯარო ცხოვრებაში ამის მკაცრად გადაფარვა გვიწევს, რადგან ამას მოითხოვს ის სოციალური წესრიგი, რომელშიც ცხოვრობთ. მოზარდობისას ბიჭებისა და გოგოების სათამაშო და სოციალიზების სივრცე მაქსიმალურად განსხვავდება ერთმანეთისგან და ხშირად ბიჭების სივრცეები ხასიათდება ქალების ობიექტივიზაციით, გასაგნებით და საკუთარი თავის უპირატეს როლში წარმოადგენით, რასაც ხელს უფროსებიც, მათ შორის ოჯახი თუ სკოლაც უწყობს. ეს გაუცხოება, რაც მოზარდ გოგოებსა და ბიჭებს შორის არსებობს, ერთგვარი კონტროლის მექანიზმია, რომელიც მიზნად ისახავს იმას, რომ ადამიანებმა, ამ შემთხვევაში ქალებმა და კაცებმა ერთმანეთის გამოცდილებებამდე მისასვლელი გზა ვერ მონახონ. როგორია ის წესრიგი, რომელშიც ვცხოვრობთ, როგორ განისაზღვრება კაცურობა, მასკულინობა, რა შეიძლება იყოს კურნება და წესრიგის გადალაგების გზა, რა არის ის ზიანი, რომელიც მოაქვს კაცებისთვის იმ წარმოდგენებს, რაც არსებობს პატრიარქატში და რა მიმართება საერთოდ ქვიარკაცებსა და ზოგადად კაცებს შორის თუ აი ამ საერთო იერარქიაში ქვიარკაცები რა როლს ასრულებენ. ამ თემებზე ვისაუბრებთ დღეს მკვლევართან, ჟურნალისტთან თემუკა ზოიძესთან ერთად. მე გიორგი ბასხაჯაური ვარ, ეს უკანონო პოდკასტია და ახალი ეპიზოდების ნახვა ყოველ სამშაბათს საღამოს 7 საათზე აპრილი მედიას YouTube-ისა და Spotify-ის არხებზე შეგიძლიათ. მოკლედ მადლობა თემუკა სტუმრობისთვის და პირველ რიგში სანამ ვისაუბრებთ კონკრეტულად სხვადასხვა გამოცდილებებზე, იმაზე ვთქვათ, რატომ არის მნიშვნელოვანი მოკლედ საუბარი კაცების სხეულებრივ გამოცდილებებზე, კაცობაზე, იმიტომ რომ რაღაცნაირად საჯარო დისკურსში არსებობს ერთგვარი წარმოდგენა, რომ უბრალოდ კაცები წარმოდგენილი არიან როგორც მოძალადე და ამის საპირწონედ მოკლედ კაცების რეალური სხეულებრივი გამოცდილებების შემოტანა სასაუბრო სივრცეში რატომ არის შენი აზრით მნიშვნელოვანი? გამარჯობა შენც და მსმენელებსაც თუ მაყურებელსაც და მადლობა მოწვევისთვის. როგორც შენ თვითონვე ახსენე კითხვაში, ერთი რაც ზოგადი ხატი კაცის თანამედროვე კულტურაში არის ხოლმე რაც მოძალადის სახით წარმოდგენილი, რაც უბრალოდ სტერეოტიპი არ არის, ამას ამყარებს სტატისტიკური მაჩვენებლებიც, რაღაც ძირითად დანაშაულის ჩამდენები კაცები არიან ხოლმე განსაკუთრებით აგრესიული, ეს მძიმე დანაშაულების და ამას სალსახად ახლა რაც კონკრეტულ მიზეზებზე ეს ალბათ ვერ ვისაუბრებთ, მაგრამ ერთი რაც ზოგადი მიზეზი რო ვახსენოთ ჩვენს დღევანდელ თემასთან დაკავშირებით, არის სწორედ ის, რომ თვითონ კაცობა თავის თავში მოიცავს არ ლაპარაკს, მათ შორის იმ თემებზე, რომლებიც კაცებს აწუხებთ, ან შეიძლება აწუხებდეთ და იმის გამო, რომ კაცი ყოველდღიურად შეიძლება რაღაც იტანჯებოდა ზოგადად თავის პირადი სხეულებრივი პრობლემებით, რაღაც ეკონომიკური პრობლემებით, სოციალური პრობლემებით და ასე შემდეგ. იმაზე რომ ამაზე არ ლაპარაკობს, არასდროს ხშირად ასევე არ ეგულება ხოლმე არავინ, ვინც მოусმენს და გაუგებს. მე ეგ რაღაცები ხოლმე ძალიან მარტივად ტრანსფორმირდება ხოლმე აგრესიაში, რომელსაც მე გამოხატავენ შეუსაბამო სივრცესა და დროში არასწორ ადამიანების მიმართ. და ეს დაგროვილი ბრაზი, რომელიც შეიძლება ობიექტურად ჰქონდეთ რაღაც კონკრეტულ მიზეზების გამო, მაგრამ თავის თვეზე რაც ვერ შეძლეს ამის გამოხატვა, გადათარგმნიან ხოლმე ზიზღში და რაღაც პირობითად არ ვიცი, ეკონომიკურ წარუმატებლობას, იმის გამო რომ ვიღაც იყოს უმუშევარი და რაც თანამედროვე კაპიტალისტურ საზოგადოებაში ვერ ახერხებდეს
გადარჩენას და თავის დამკვიდრებას, მე ამას ეს წარუმატებლობა და სასოწარკვეთა გადაჰქონდეს პირობითად ემიგრანტებზე ზიზღში და ეგონოს, რომ ეს რაღაც უცხოელები არიან პრობლემა სამყაროში და არა ის რაღაც ეკონომიკური მდგომარეობა, რომელშიც უწევს ცხოვრება. და ხო, მოკეთ არ ვიცი რამდენად უპასუხე შენ კითხვას, მაგრამ იმის თქმა მინდა, რომ ზოგადად კაცები არ ლაპარაკობენ და იმ პრობლემებზე რაც რეალურად აწუხებთ და იმისთვის რომ რაც არა მხოლოდ მათი რაღაც მე საზოგადოებაში დაგროვებული სხვა პრობლემებიც, რომლებიც ხშირად კაცების გამო არის გამოწვეული, რომ ეს არ გამწვავდეს და რაღაცნაირად უფრო რაღაც მასშტაბური სახე არ მიიღოს, მგონი რომ კაცებმა პირველ რიგში უნდა ილაპარაკონ. მაგრამ კაცებს ზოგადად ლაპარაკობენ, ეკვის ბევრს ლაპარაკობენ კიდეც, მათ შორის პოდკასტებში და სასაცილოური კაცი ისევ სივართა ლაპარაკობთ, მაგრამ ჩვენ იმაზე ლაპარაკობთ, რომ ხო ჩვენ იმაზე მაინც ლაპარაკობთ, რაზეც კაცები არ ლაპარაკობენ ხოლმე და ეგ განსხვავება შეიძლება იყოს. ჩემი სხვადასხვა როცა იდეა როცა გქონდა რომ მოკლედ ეპიზოდი უნდა გავუკეთებინა, ერთი ვიცოდი რომ არ მინდოდა რომ მაგალითად კაცების სხეულებრივ გამოცდილებაზე ელაპარაკა, რაღაცა ქალის გამოცდილების მქონე ადამიანს, იმიტომ რომ მირჩევნია რომ მოკლედ ადამიანმა საკუთარ სხეულზე თუ რაღაცნაირად აი ამ საკუთარ გამოცდილებებზე საუბარი შეძლოს და ყველაზე გამართლებული ეგეც მგონია, მაგრამ სხვადასხვა ეგ მე აღმოვაჩინე რომ მაგალითად რაღაცა არ არის მაინც და მაინც ბევრი კვლევები, მაგრამ არის რაღაცა კვლევები და რაღაცები და ძირითადად ყველაფერს წერენ და საუბრობენ ქალები რა და აი კაცმა რო აიღოს რაღაცა იქ სადავე ხელში და თუნდაც საკუთარ სხეულზე რო ისაუბროს, ძალიან იშვიათია ხოლმე რა და მოკლედ საბედნიეროდ შენი პოვნას ესე შევძელით, იმიტომ რომ ბლოგი გაქვს დაწერილი მათ შორის კაცების სხეულებრივ გამოცდილებაზე, მაგრამ ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო ის არის აი ეს არ ლაპარაკის ამბავი საიდან იწყება და როგორ ყალიბდება რა მე გამომდინარე იქიდან რაღაცნაირად ბიჭობის გამოცდილებით ვიზრდებოდი რაღაცნაირად ვერასდროს ვერ ვიპოვე თავი მოკლედ ამ რაღაცა ბიჭების დაჯგუფებებში, რომლებიც რაღაცნაირად იდგნენ ხოლმე ან სკოლაში ბირჟა და ან სკოლაში ან ბირჟაზე ან სხვადასხვა სივრცეებში და ლაპარაკობდნენ და ყოფილი ვარ შევსწრები ვარ ამ სივრცეებს, ძირითადად არის საუბარი ქალებზე, მანქანებზე და არაფერი ისეთი, რაც შეიძლება ემოციურად მნიშვნელოვანი იყოს, ან ღრმად ეხებოდეს ადამიანს, მაგის განხილვა არ მიდის რა და მაგის გამო განზიდვაც მქონდა, მაგრამ მე მგონია რომ სკოლაც, ოჯახიც და აბსოლუტურად ყველა ბავშვობიდან მოყოლებული ბიჭებს გვასწავლის, რომ არც უნდა ვიტიროთ, არც ტკივილი უნდა გამოვხატოთ, არც უნდა ვიწუწუნოთ და კიდევ ბევრი რაღაც არ უნდა ვაკეთოთ რა. როგორია ეს რაღაცა ბავშვობის გამოცდილებები, რომლებიც შეიძლება მაგას მოკლედ უძღოდეს წინ რა კაცის ჩამოყალიბებას, რომელიც ემოციურად საერთოდ არ არსებობს რა. კი ბატონო, მოკლედ რაღაც ცოტა თავიდან დავიწყებ, ჯერ რაც შენახსენე, მაგაზე მოკლედ კომენტარს გავაკეთებ, რატომ ლაპარაკობენ ქალები ძირითადად სხეულზე, თუნდაც მასკულინობებზე. იმიტომ რომ ყველამ კარგად იცის, რომ ქალები ამ საზოგადოებაში და თანამედროვე საზოგადოებებში ყველაზე მეტად განიშნებენ ხოლმე სხეულით და ეს რაც ყოველთვის ყველაზე კაცრი სტანდარტები ქალის სხეულს მიმართ არსებობდა სულ თუ როგორი უნდა იყოს ქალი და ისე საერთოდ ქალი რომ უნდა იყოს რაღაც მთლიან წესრიგში უნდა გქონდეს შენი სხეული და ეხლა არ ვიცი არ უნდა გქონდეს სტანზე თმა და უნდა იყოს გამხდარი ან უნდა გქონდეს რაღაც კონკრეტული ფორმის თეძო და ასე შემდეგ და არ ვიცი უნდა იყოს კარგი დედა და ასე უნდა იყოს სექსუალური ქალი და მოკლედ ქალები კაცებზე ადრე მიხვდნენ რომ ეს სოციალური ნორმები ძალიან შემზღუდველი იყო და მჩაგვრელი იყო და ცხადი ამაზე დაიწყეს საუბარი ჯერ პირველ რიგში თავიანთ სხეულებზე, მაგრამ ამავდროულად რაც მთელი რიგი ფემინისტებისა საუბრობს კაცების სხეულებზე, რომ რამდენადაც პატრიარქატი რაც აფორმირებს ქალის სხეულს, იმავეს უკეთებს, ცოტა სხვანაირად კაცის სხეულსაც ცალსახად. მაგრამ რატომ არ ლაპარაკობენ კაცები ამაზე? ამას ორი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. ერთი ის რომ რაღაც კულტურული წარმოდგენა იმაზე, რომ ეს რაღაც ესეთი ბინალობა მარტივი რომ სხეული არის ქალი და გონება არის კაცი. რაღაც ეს წარმოდგენაა რომ თითქოს კაცის სხეული არ მნიშვნელობს და ზოგადად რაღაც კაცი არის მოაზროვნე და რაღაც თავის მისი სხეული მნიშვნელოვანი არ არის. რაც ტყუილია, იმიტომ რომ კარგად ვიცით კაცები ასევე ღელავენ თავიანთ სხეულზე და ეს რაღაც ამისაც გაქრობა შეუძლებელია.
და მეორე მხრივ კი არა და აქედან გამომდინარე ეს რაღაც კაცობის გაგებაში არსებობს ის რომ ზოგადად კაცმა არ უნდა იწუწუნოს მოკლედ და ეს რაღაც პრობლემებზე ეს საუბარი და თუნდაც ამის გაპროტესტება არის ძალიან ფემინური და თუნდაც კაც რაღაც ძალიან აწუხებდეს ის ნორმები რომლებიც საზოგადოებას აქვს შექმნილი კაცების მიმართ, ამაზე ვერ ისაუბრებს და პირიქით კაცი მე ცდილობს ამ ნორმებში ჩაჯდეს. ჩემთვის ხოლმე ეგ არის ხოლმე სხვაობა მასკულინობას და ფემინურობას შორის ესეთი მკვეთრი, რომ ფემინურობა ხშირად ხოლმე არის რაღაც მაგ წესრიგისთან ამოვარდნის მცნელობა ან სუმინიმ გაპროტესტება და მასკულინობა ხშირად შეიძლება იტანჯებოდეს მაგ წესრიგში, მაგრამ მეტწილად ცდილობს რომ ამას მოერგოს და ის რაღაც იმ სისტემაში ჩაჯდეს. და რაც შეეხება ბავშვობის გამოცდილებებს ცალსახად ესეთ გენდერული როლები სხვა ყველაფერთან ერთად დაისწავლა ბავშვობაში და როგორც შენ მეც ცხადია მქონდა ეს ბიჭობის გამოცდილება, ოღონდ ჩემს შემთხვევაში რაღაც ესეთი დრამატული ცვლილება მოხდა დაახლოებით 10 წლის ასაკში, 10-დან 12 წლის ასაკში. იმიტომ რომ 10 წლამდე ყოველთვის ჩემი მეხსიერებიდან და როგორც ხანდახან იხსენებენ ხოლმე ჩემი ოჯახის წევრები, ესეთი რაღაც ძალიან ცელქი, რაღაც ტიპური ბიჭი ვიყავი, რომელიც თან რაღაც მავნე იყო. იმიტომ რაღაც ბილდს სიტყვაობდი, იმიტომ რომ უბანში ცხოვრობდი, სადაც სულ უფროსი ბიჭები იყვნენ, მე და ერთი-ორი ბიჭი იყო, რომელიც უმცროსები ვიყავით და იმათ გარემოცვაში რაღაც ისინი გვასწავლდნენ ხოლმე რაღაც საზღარ ლექსებს და რაღაც გამოთქმებს და მაგებს ვიმეორებდით. მაგრამ რაღაც დაახლოებით 10 წლის ასაკში ესეთი დრამატული ცვლილება მოხდა, რასაც პირადი მიზეზებიც ჰქონდა, რაღაც პირადი ტრავმებიც, მაგრამ რაღაც მე ესეც რომანტიკულად ესეც არ ვიცი მაინდა-მაინც გააზრებულად იყო თუ არა. ეგ ის წელი არის ხოლმე, როცა მაგასაკის გოგოებს სახში ხოლმე კეტავენ. აი რაღაც უბანში ყველა თამაშობთ ხოლმე ერთად, მაგრამ აი უკვე 10 წლის გოგოების უკვე ნენელა ეუბნებიან, რომ აი რაღაც რომ მოსაღამოდება სახში უნდა ჩახვიდე. და ბიჭებს მაგას არ გვეუბნებოდნენ ხოლმე და ჩვენ ისევ შეგვეძლო რაღაც გვიანობამდე გვეთამაშა ფეხბურთი თუნდაც. მაგრამ ეგ აი მაგასაკში დავიწყე რაღაც კითხვების დასმა, რატო იყო ეგ ეგრე, ასევე მე რაღაც აღმოჩნდებოდა, რომ პირობითად შეიძლება რაღაც საშუალო ყოფილიყავი ესეთივე კარგი მოთამაშე, როგორც სხვა ბიჭები და მაშინვე ის რომ დაგჩაგრავენ თუ რაღაცა სუსტი ხარ, თუ რაღაცა მე შემდეგ თამაში შეიძლება აღარ აგირჩიონ და შენთან ერთად აღარ ითამაშონ. რაღაც მაგ რაღაცებმა გალმარიდა მაგ ბიჭების სივრცეებისგან და არა მარტო მაგან, ბევრმა რამე მათ შორის არ ვიცი, რაღაც ბევრი ძალადობრივი გამოცდილებაც მქონდა და არა მარტო ჩემი სხვების გამოცდილებსაც რო აკვირდებოდი, მივხვდი რომ რაღაც ბუნებრივი არ იყო ჩემთვის ეგ. და მოკლედ დაახლოებით 10-12 წლის ასაკიდან რაღაც ჯერ ერთი რომ ჩამოვშორე და ჩავიკეტე და ცხადია რაღაც ვერ მე თვითონ არანაირი წარმოდგენა არ მქონდა სხვა ბიჭობის სხვანაირ გაგებაზე ან თუნდაც ბიჭობის მიღმა გენდერულ სხვა ნორმებზე. მაგრამ სხვებმა მიმithითეს მაგაზე. როგორც კი მოკლედ პირობითად მაგას შევწყვეტე ფეხბურთის თამაში. სწავლობდი კარგად და მაგ პერიოდში დავიწყე ასევე წიგნების კითხვა აქტიურად. ეგ რაღაც მაშინვე მოინათლა მკვეთრად ფემინურობად და რაღაც კაცურობის ღალატად. და მივხვდი იმისა, რომ ცხადი არანაირი რაღაც ისეთი არ ვიცი, ჰომოსექსუალური გამოცდილება და პრაქტიკები არ მქონდა იქ და ეს რაღაც არაფერს არ ვაკეთებდა, საერთოდ არც კი ვიცოდი, იმიტომ რომ რაღაც ისეთ სოციუმში გავიზარდე, რომ ჩემ გარშემო გეი ეგეთი რაღაც ადამიანი არ ვიცოდი მოკეთ ეგ ფენომენი რა იყო, მაგრამ ვიღაც ბიჭებმა რაღაც სკოლაში თუ რაღაც უბანში თუ სადღაც მოკეთ დამიძახეს რაღაც ეგეთი ის ეგეთ დამამცირებელი რაღაც სიტყვები, არ ვიცი, იქნებოდა ეგ ქალაჩუნა თუ ასე შემთხვევაში რაც აქვს ხოლმე, ძირითადად ჰომოფობიური ტერმინები და მან დავიწყე პირველად დაფიქრება, რომ რას ვაკეთებდი ეგეც, რომ ვიღაცამ ეგეთ რაღაც დამიძახა, სკოლის დერეფანში თუ რაღაც ქუჩაში ჩავლისეს. და ცხადია როგორც ყველას, რაღაც თინეიჯერობის პირველი ნახევარი მეც გავატარე რაღაც სირცხვილში მაგის გამო, იმიტომ რომ მე გქონდა რაღაცას ვაშავებდი.
და რაღაც სხვადასხვა სტადიები გავიარე მაგის, რომ რაღაც ხო, მოკეთ მე რაღაც ცოტა მე ოჯახშიც იყო ეგ, იმიტომ რომ ოჯახის გზნობს ხოლმე რაც ხვები როგორ უყურებენ შენ შვილს თუ ვიღაცას რაღაც ეგ კითხვები რომ მე მაიძულებდნენ რომ არ ვიცი მაგალითად სპორტში შევსვლა, ანუ მახსოვს მაიძულებდნენ რომ რაღაც ჭიდაობა, მე ჭიდავა და რაღაც და ჩემთვის ამდენად ეს იყო დამთრგუნველი ეგ. და რაღაც დაახლოებით ალბათ 3-4 წელი იყო ეგ რომ მაგაში ძალიან ვიხარშებოდი და ვიტანჯებოდი, მაგრამ მე მივხვდი რომ მე ნელა რაღაც ცოდნებით, რომელიც არ ვიცი ლიტერატურით თუ რაღაც ინტერნეტში მოძიებული ინფორმაციით, მივხვდი რომ რაღაც ეგრე რაღაცები არ უნდა დამეთრგუნო ჩემს თავში და რაღაცებს არ უნდა შემრცხენო და იმის გამო არ ვიყავი რაღაც ისეთი ჩოლებრივი ბიჭი როგორც არ ვიცი რაღაც პირობითად რომელიღაც ჩემ მეზობელი იყო და პირიქით მაგ ვეცადი რომ ეგ კი არ გავქცევდი იმას რაც შეება ჩემი იდენტობის ნაწილი ყოფილიყო პირიქით მიმეღო რა და რა თქმა უნდა ეს ერთ დღეს არ მომხდარა და რაღაც უცებ არ მომხდარა მაგრამ რაღაც ნელა გონია რომ მოახერხე ის რომ ჯერ შემძლებოდა მაგ რაღაცებზე მელაპარაკა თუნდაც იმაზე იმიტომ რომ იდეაში ბავშვებსაც აი ნებისმიერ პატარა ბიჭები სხვა ბიჭებს რის გამოც ამცირებენ ხოლმე არ არის რაღაც ის არის რაღაც განსხვავებული უმეტესად თვითონაც აქვთ ხოლმე ეგ შფოთვები რამდენად სწორი ბიჭები არიან უბრალოდ მაგაზე არ ლაპარაკობენ რაღაც შფოთვა აქვს და აი სხვისი დამცირებით ფარავენ ხოლმე იმ შიშებს რაც თვითონ გააჩნიათ ხო და მე დავიწყე მაგაზე შემიძლია მელაპარაკა რა თუნდაც უფროს კლასებში უკვე ჩემს კლასელებთანაც კი ხო არა ერთადერთი რაც არის მე კლასელებთან და საერთოდ მაგ სივრცეებში ვერანაირად ვერ შევძელი რომ რამეზე მელაპარაკა მე ერთადერთი აი ეგ წიგნები თქვი ოღონდ ჩემ შემთხვევაში სხვადასხვა აი წიგნების კითხვა ფემინურობასთან არ იყო დაკავშირებული მე პირიქით მოვაჩინე რომ ძალიან კარგი საშუალება იყო კითხვა იმისთვის რომ ყველას თავი დაენებებინა რა მაგალითად აღარ იყო ესეთი აუცილებელიც აღარ იყო რომ ყოფილიყავი რამე სათამაშო და აი გარე სოციალიზების სივრცის ნაწილი ნუ კითხულობს შეშვით და ნუ სწავლობს და არ უნდა თუ რაღაცა და ეგ იყო რაღაცნაირად თავის არიდების საშუალება აი ამ სივრცეების მიმართ, მაგრამ მე რაღაცა საშინელად მახსოვს ეს ისა ერთი ის რომ სექსუალური თამაშები ბიჭებში იყო ძალიან გავრცელებული ეს მოზარდ ბიჭებში და ჩემთვის იყო სრულიად უინტერესო როგორ შეიძლება რომ ანუ ესეთი რაღაცა სექსუალური თამაშებით ესე იყო დაინტერესებული და მეორე აბსოლუტური გასაგნება გოგოების და თანატოლი გოგოების გამოცდილებების საერთოდ არაფრად ჩაგდება მაგრამ მე მგონია რომ რაღაცნაირად თან მე ვარ მთიდან მოკლედ და თუშეთიდან სადაც სალოცავებში ადამიანები ქალების შესვლა არ შეიძლება მოკლედ და სარიტუალო დღესასწაულებზე მოკლედ ქალები და კაცების ცალ-ცალკეს ხედან სუფრასთან და ნუ მოკლედ ძალიან ისეთი ხისტი და მკაცრი წესებია როგორ უნდა იყოს გაყოფილი კაცი და ქალი რა და მაგან რაღაცნაირად ეხლა მე ეხლა ბელ ჰუქსი გამოიცა ქართულად და ნუ წავიკითხე მოკლედ ეს მასკულინობაზე და იქაც პრინციპში ეგ არის რომ აი ეგეც მაგას წერს და მეც მივხვდი რომ ჩემივე გამოცდილებაზე დაკვირვებით რომ ხშირად ანუ მაქსიმალურად ხდება გაუცხოება ერთმანეთისგან ქალების გამოცდილებების და გოგოების გამოცდილებების და რა სივრცეების გოგოებს აქვთ სრულად იზოლირებულია ბიჭებისთვის და ბიჭების სივრცეები სრულად იზოლირებულია გოგოებისთვის რა თითქოს რაღაცნაირად ეს გამართული სისტემა არსებობს რომელშიც მოკლედ ქალი და კაცი ცალ-ცალკე ერთმანეთის გამოცდილებისგან სრულად გაუცხოებული უნდა ჩამოყალიბდეს და ერთმანეთის გამოცდილებებამდე ან იმ სხვაობებამდე რაც აი ამ რაღაცა გენდერულმა წარმოადგენებმა ერთმანეთის შორის გაუჩინოთ ვერც საუბარი უნდა შეძლონ ვერც ვერბალიზება უნდა შეძლონ იმის რომ მაგალითად მე საერთოდ არაფერი არ ვიცი აი მოზარდობისასაც ეგრე იყო რა მაგალითად საერთოდ არაფერი არ იცოდნენ იმ ბიჭებმა რომლებიც ერთმანეთთან სოციალიზდებოდნენ გოგოების რეალურ გამოცდილებებზე და უბრალოდ გოგოები მათთვის არსებობდა როგორც რაღაცა შეუღწეველი სივრცე რომელიც რაღაცნაირად მაინც უნდა მოარჯულო რა და მოარჯულების ერთი გზა ისიც შეიძლება იყოს რომ ნუ გაასაგნო ან დასცინო ან რაღაცა გაკილო და რაღაცა მოკლედ იმაზე უფრო უმნიშვნელოდ ჩათვალო მისი გამოცდილება ვიდრე რეალურად არის რა მაგრამ ნუ ხო მაგრამ ეგ მგონი მარტო ბიჭობაში არ ხდება კაცებმა მე მგონი არც მე არიციან ხოლმე დიდხანს ქალების შესახებ არაფერი საერთოდ და მე მაგ მხრივ მადლიერი ვარ ის რომ რატომაც პატარაობიდან და ქალებმა არ ვიცი არ მახსოვს მე რამდენად ვიყავი დაინტერესებული მაგით მაგრამ რატომაც
და მე ვიჩენდი ინიციატივას ამიტომ მოხდა თუ არა, მაგრამ ქალებმა რაც თავის სივრცეში ესეთი მშვიდად მიმიღეს ხოლმე შფოთვის გარეშე, მათ შორის დედაჩემმა ეს პირველი რაც კაცობაზე ფიქრზე მეტად ქალობაზე ვფიქრობდი, იმ გულისხმობ რაც სოციალური ნორმებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ რაც ვუყურებდი დედაჩემს და ვხედავდი იმ რაღაც ტანჯვას და რაღაც ჩაგროსაც ყოველდღიურად იმის გამო უხდებოდა მხოლოდ რომ ქალი იყო. ეხლა შენ ახსენ რომ მთიდან ხარ, მეც მთიდან ვარ, როგორც დასავლეთიდან, აჭარის მთიდან და მაღალმთიანი აჭარიდან, რომელიც მაშინ ჯერ კიდე ეხლა ცოტა შეიცვალა. მაგრამ მაშინ რაღაც ძირითად მთელი მოსახლეობის უმრავლესობა იყო მუსლიმი. ოღონდ ეს რაღაც ჩვენთან რა წარმოადგენს აქვთ ისლამზე, რაღაც ეგეთი რადიკალური მუსლიმები არ არიან აჭარელი მუსლიმები, უფრო რაღაც მე კულტურულად მუსლიმებს ვეძახი. მაგრამ 90-იანების ბოლოს 2000-ების დასაწყისში ეგ გენდერული წარმოდგენები ქალზე იგივე იყო თითქმის რაც სხვაგან და ყველგან. იმიტომ რომ მაგალითად დედაჩემი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც ჩვენს რაიონში ჩაიცვა მახსოვს ჯინსის შარვალი და ამაზე ატყდა რაღაც ერთი ამბავი, რომ როგორ შეიძლება ქალს ეცვას შარვალი თუ რაღაც და ეგ იყო ესე მჯერა, რომ დედაჩემი იყო რაღაც იმის მაგალითი, რაღაც ეგ გამბედაობა მე რა მოგვიანებით ჩემს თავშიც მეპოვა. ხო, კიდე უნდა მეთქვა ის, რომ რაღაც ბიჭებმა არიციან რაღაც გოგოების სივრცეების შესახებ. ზოგადად გენდერის კვლევებში სოციოლოგიაში რაც მისწავლია, არის ეგრე, რომ გენდერულად ქალობა უმეტესად არის ხოლმე განსაზღვრული, მაგრამ კაცობა არა. და კაცობა უმეტესად განისაზღვრება იმით, რაც არ არის ქალობა. მოკლედ, ამიტომ კაცები ყოველთვის ცდილობენ, რომ არ იყვნენ ქალები. აი მთელი კაცობის პერფორმატიულობა მოდის მანდ, რომ უბრალოდ არ უნდა იყო ქალი. თორე რა უნდა იყო, ეგ არ იცი. და მაგიტომ მთელი ცხოვრების განმავლობაში კაცები სულ იტანჯებიან ხოლმე მაგით, რომ არ იციან რა უნდა, უბრალოდ იციან რა არ უნდა იყვნენ. აი სულ ეშინიათ, რომ არ ვიცი, ქალურად არ ჩაიცვან, რაღაც ქალურად არ ილაპარაკო და ასე შემდეგ. უბრალოდ, მაგრამ რა არის კონკრეტულად კაცობა, ეგ არის რაღაც ბუნდოვანი მეტწილად რა. და ეგ ზიზღიც ფემინურობის და მიზოგინიაც ზოგადად მოდის მანდედან, რომ რაღაც აი მაგ ფემინურობას გაურბიხარ და ხშირ შემთხვევაში ხო ეს ფემიციდიც მოდის მანდედან, რომ ეს ქალობა გძულს და რაღაც იმისთვის დაამტკიცო, რომ ნამდვილად მამაკაცი ხარ და რაღაც ძლიერი ხარ, როგორც ფიზიკურად ისე რაღაც სოციალურად თუ ეკონომიკურად, მუდმივად გინდა რომ ქალები დაჩაგრო. ის რაღაც თავი კაცად იგრძნო, ქალს უნდა აგზნობინო, რომ არაობა ხარ. მაგრამ არადა რეალურად ეგ ხო ჩვეულებრივი ილუზია არც კაცობის და არც ქალობის ესეთი განსაზღვრული რაღაცა გაგება ვერ იარსებებს და ვერ იარსებებს მიჩნა რომ ამის იქეთ ქალობის გამოცდილება იწყება და ამის იქეთ კაცობის, მაგრამ ნუ უნდა სდიო ამ იდეალს რომ რაღაცა ერთ დღეს იქნებ რაღაცნაირად უცებ მიხვდე რომ აი ახლა ნამდვილი კაცი ხარ, მაგრამ ნუ გიშო იცი რა არის ძალიან უცნაური. წეგან ამბობდი რომ ეს კაცები მაინც არ თმობენ ხოლმე ამ იმას მიუხედავად იმისა რომ ხშირად ამ იდეალს ვერ საკმაყოფილებენ და მათ შორის იმ მოთხოვნას რასაც ეს წესრიგი მათ უწესებს რომ იგივე მაგალითად რაღაცა ქონებრივადაც შემომტანი უნდა იყო, კონტროლი უნდა გქონდეს ოჯახზე და გარემოზე და სახლზე და ნუ კარ-მიდამოზე მოკლედ და მთელი ეს ამბები. მე მინახავს პირადად ადამიანები, რომლებიც ამ წესრიგს ვერაფრით ვერ მოერგნენ, ვერც ალღო ვერ აუღეს, კაი ესეთი კაცები მინახავს და ხელი რო ჩაიქნიეს ამის დევნაზე და ძალიან სხვათა შორის ძალიან ესეთი ახლო ადამიანებიც მყავს ეგეთი უკვე ასაკში არიან ოღონდ და ნუ ასაკში შევიდნენ, მიხვდნენ რომ მთელი ცხოვრება ვერაფერი აი ის რასაც კაცობა ავალებდა ვერანაირ ხელმოწარვლები აღმოჩნდნენ, მაგრამ თითქოს ამ იდეალზე ხელი ჩაიქნეს და ეხლა უბრალოდ ნუ არიან და ბევრად უკეთესი ადამიანებიც ალბათ ვიდრე იყვნენ მაშინ, როცა ცდილობდნენ რომ რაღაცნაირად კონტროლზე ქონოდათ ყველაფერი და ეგ ძალიან საინტერესო დასაკვირვებელია, როგორ შეიძლება რომ აი ამ კაცობის იდეით ხელმოწარული კაცმა გააგრძელოს ცხოვრება და მიხვდეს რომ ყვილს დასდევდა რა. ხო, არის ალბათ რაღაც არ ვიცი, რაღაც ასაკში ალბათ შეიძლება ვიღაც კაცები რაღაცნაირად ნებდებიან და პირობთ აღარ ცდილობენ თავიანთი კაცობის მტკიცებას, მაგრამ ჩემი გამოცდილებით
არიან რაღაც ტიპის კაცები, რომლებიც არ არიან მოძალადეები პირობითად, არც აგრესიულები, შეიძლება არ ვიცი, იყვნენ კარგი ქმრები, ან კარგი მამები, თუ რა ასე შემდეგ, რაღაც კარგი თანამშრომლები და მოკეთ აი კაცები, როგორც ეტყვიან ხოლმე ჩვენთან, მაგრამ მაგის მიუხედავად მაინც იყვნენ რაღაც კომპლიციტურები ამ სისტემაში, რას გულისხმობ, რაღაც პატრიარქატი არ მუშაობს, ხო რაღაც პატრიარქატის აგენტები არ არიან მხოლოდ რაღაც აგრესიული კაცები, რომლებიც ცოლებს ცემენ, ტრანსგენდერ ქალებს კლავენ და რაღაც ქუჩაში იგინებიან. ანუ სისტემა მუშაობს იმ ყველა სისტემა ამ წუთას ხებისაუბრეთ პატრიარქატზე იმ კაცების მხრებითაც, რომლებიც უბრალოდ ჩუმად არიან. და არაფერს არ ამბობენ. ანუ არ ვიცი, პირდაპირ ვიღაც ძმაკაცი შეიძლება ეგეთ კაცს, რომელიც თვითონ არაფერს არ აშავებს, რაღაც მოუყვეს, არ ვიცი, ვიღაცა ნაშას როგორ მოექცა ცუდად და რაღაც და ეს ხმას არ ამოიღებს, არასდროს არ ეტყვის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩათვლის, რომ ძალიან არის სწორი იყო, რაც ხო, უბრალოდ არასდროს და კაცები მაგას აკეთებენ ძალიან ხშირად, რომ არ ვიცი, მე მქონია მაგალითად ეგეთი გამოცდილება. რომ ვიყავი რაღაც ერთ-ერთ სადღაც სტუმრად და მოვიდა რაღაც ამ ვისთან ვიყავი სტუმრად იმის მეზობელი ბიჭი და რაღაც მოყვა ძალიან მარტივად ესეთი ჩვეულებრივ თუმცა არაფერი ისტორია ლამის როგორ გაუპატიურა გოგო და თქო ეს ამ ამბის თავად ფაქტორი იყო ის გოგო იყო რუსი და ამიტომ არ აუშავდა და რაღაც ყველა გაიცინა და მეც მაშინ მახსოვს რომ იმ მომენტში ხმა არ ამოვიღე უბრალოდ არც გამიციანას უბრალოდ გავედი თუ რაღაც იმიტომ რომ ძალიან ცუდად ვიგრძენი თავი და მე ის ტიპი რომ გავიდა მე დაველაპარაკე იმას ვინც ჩემ მეგობარი იყო რომ ანუ რაც მომისმინეთ არ იყო ნორმალური და მე მგონი ამაზე უნდა დაველაპარაკოთ იმასაც და ჩვენც თუ რაღაც რომ იმიტომ რომ რაღაც საშინლად ვიგრძენი თავი ხოდა რაღაც მომენტებში შეიძლება მეც ვერ რეაგირებდი ისე როგორც საჭიროა და მაგაზე ოღონდ რაღაც ეგის მაგ ხოლმე რომ მაგაზე ვფიქრობ ხოლმე რომ მე მაინც რაღაც ნაბიჯი მაინც გადავდგა და შემდეგ თუ განმეორდება ხმა ამოვიღო მაგრამ ძალიან ხშირად ბიჭები ისეც მაკაცები თუ არა ძმაკაცები არ აქვს მნიშვნელობა ესე რაღაცებს ხედავენ ან ისმენენ და რეაგირება აქვს ნული. და ეგ ახალისებს იმას, რომ ეს ტიპი, რომელიც ამას ჩადის, ან ერთხელ ჩაიდინა, მას ექნება განმეორებითი ხასიათი უეჭველი. ხო, იმიტომ რომ ერთხელ თუ იცინეს და ტაში დაუკრეს ან არ შეეწინააღმდეგნენ, მაგრამ ისიც არის რომ რაღაცნაირად სოციალურად მიღებულია თითქოს აი გივის სიხარულიძე გამახსენდა მე ეგრევე რომელსაც ერთ-ერთ გადაცემაში პირდაპირ აქვს მოყოლილი როგორ გააუპატიურა ქალი, მე სხვა გადაცემაში აქვს ასევე კიდევ მოყოლილი როგორ ისევ შეავიწრობა და ამის გააუპატიურა ქალი და ეს მოყვა როგორც ხუმრობა და მე ეგ ყოველ შემთხვევაში იმ სიტუაციაში წამყვანმაც და აუდიტორიამაც ნუ ცოტა ისე ხო არ იყო თუ რაღაცა კი დაუსვეს, მაგრამ ესე რა იმ საკითხის ეს დაყენება რომ საერთოდ ეგ არც კი უნდა მოხდეს ეთერში როგორ ყვება ადამიანი როგორც ხუმრობას რაღაცა გაუპატიურების შემთხვევაზე და თან ეს რაღაც ყვითელ გადაცემაში ეს არ იყო რაღაცნაირად ისეთი მწვავე კითხვები და იყო რაღაცა სრული ჯოჯოხეთი, მაგრამ მაგაზე იცი რა მახსენდება, კარგა ხანია ეს მიღებული პრაქტიკა, რომ მოზარდი ბიჭები უნდა წაეყვანათ ქალებში რა და იმდენად სოციალურად მიღებული ფენომენი იყო ეს რაღაცა პედოფილია რეალურად, რომელიც მიემართებოდათ ბიჭებს და ითვლებოდა რეალურად აი მოზარდი ბიჭის თვითგამორკვევის მნიშვნელოვანი ნაწილად, რომელზე პასუხისმგებლობაც ხელში უნდა აიღოს ან ნათლიამ, ან ბიძამ, ან ვიღაცამ და რომ მე რო ვიზრდებოდი ჩემს გარშემო ეს წარმოდგენა ჯერ კიდე არსებობდა და რაღაცა პრაქტიკები იყო კიდეც რომ ან უფროს მაკაცებთან ერთად ვიღაც მიყავდათ ქალებში ან რაღაცა და მე საბედნიეროდ ეგ არ მომიწია და რაღაცნაირად ეს თან შიში და თან კმაყოფილების განცდაც მქონდა რომ ერთი რომ ოჯახში არ მყავდა ისეთი კაცები რომლებიც მოისურვებდნენ რომ ამდგარ იყვნენ და სადღაც წავეყვანე, მაგრამ მე არაერთი ბიჭი ვიცი რომლისთვისაც ძალიან მძიმე გამოცდილება იყო ქალებში წაყვანა და ბევრს რავი ან მნიშვნელოვანი კომპლექსები და მათ შორის სექსუალური დისფუნქციას კი დისფუნქციასაც ვიტოვებს, იმიტომ რომ რავი ანუ მოზარდობაში სრულიად შოკის მომგვრელად ესე შეყავ რაღაც სივრცეში, შეიძლება შენ ნებაც არ გკითხონ და უნდა დაამტკიცო, რავი, შენი კაცობა თუ რაღაცა ისა.
ხო, ეგ ისეთი პრაქტიკა, რომელიც ყოველთვის ცნობილია, რომ შენ ისე მოხსენე თითქოს რომ აღარ არის, მე მჯერა რომ არის. უბრალოდ რაღაც იმ სივრცეებს ჩვენ ჩამოვშორდით, შეიძლება არ იყოს მაგალითად რაღაც ურბანულ სივრცეში ეგრე მკვეთრად, მაგრამ თბილისში შეიძლება აქტიურად არ ხდებოდეს ეგ, მაგრამ მჯერა რომ რაღაც რეგიონებში ისე დამკვიდრებული პრაქტიკა ყოველ შემთხვევაში შეიძლება იგივე სიხშირით არა, მაგრამ მაინც ისევ აი, რომ ყოველი მომიკრავს მსგავს ხუმრობებზე და რაღაც რეპლიკებზე, როცა ჩავდივარ ხოლმე აჭარაში, ან სხვებისგან. ხო, კიდე ერთი რაც მინდა დავემატებოდე, ერთი არის ეგ რაღაც შემზარავი და ესეთი მკვეთრად მიუღებელი ფაქტები, რომელიც ჩვენ სოციუმში რატომაც სავსებით მისაღები ამაზე ლაპარაკი, ანუ არ ვიცი რომ სიცილი. ხო, ანუ ეს ზოგადად რაზე ვიცით, ეს ხო ძალიან პოლიტიკურია, ის რომ გივის სიხარულიძე სასაცილოა, რატომღაც ეს ძალიან ბევრს მეტყველებს ჩვენზე როგორც საზოგადოებაზე, იმიტომ რომ მე არ მეცინებოდა მაგალითად. მაგრამ მეორე ნაწილი არის ესაც კომპლიციტურობა, მგონი რაღაც სხვა ისეთი პატარა რაღაცებშიც ჩანს ხოლმე, ჩემთვის არის მაგალითად ბოლო წლებში განსაკუთრებით შარშან იყო მაგალითად ფეხბურთზე. ანუ ესეთ რაც პატრიარქალურ ნორმებს ძალიან ამყარებს ხოლმე ჩვენი წარმოდგენები იმაზე თუ რა არის ღირებული საზოგადოებაში და საქართველოში ეხლა ბოლო წლებში გახდა ეხლა ფეხბურთი და რაღაც ეს ქართველი ესეთი სპორტსმენი კაცის სახე რომ რა კაი ბიჭები არიან და ვიღაც სხვათა შორის ეს ფემინისტი ქალებისგანაც როცა Facebook-ი მქონდა მაშინაც ვკითხულობდი ხოლმე რომ ეს რაღაც ახალისებდნენ ამას როგორც კარგ თანამედროვე და მისაღებ მასკულინობას. მე სიმართლე გითხრა რომ არ ვიცი, ვერ დავინახე ეგ ქართულ ფეხბურთელებში ეს რა იყო ესეთი მისაღები მასკულინობა ეს რომელიც მოგვიანებით პოლიტიკურადაც მგონი ვერ ხვდებოდი რაზე საუბრობდი, მგონი გამახსენე რაღაც თასმების შეკვრაზე და ამებზე რომ თელიერი გადაირია მაგაზია. ხო, რაღაც ბევრ ამაზე რომ აი რო ცეკვავენ. ერთი მახსოვს მაგალითად იცეკვეს. და წარმოიდგინე ქართველ ფემინისტები იყვნენ რაღაც ხრივ ნაწილი, ვიღაც ნაწილი იყვნენ რაღაც ხრივ ახერხებოდნენ, უი ქართველ კაცს ცეკვავს ამის არ ცხვენია და ეს გვიხარი, ანუ საზოგადოება ვართ მან რო ის მასკულინობის რაღაც გადაფასება არის დავიდა იქამდე რომ კაცს არ შერცხვა ცეკვის, რომელიც მე მგონი თუ არ ვცებ თბილისის მერის გამართული კონცერტი იყო, არ ვიცი რაც იყო ამ ნიშნულობა. სად იყო? გასახდელში ცეკვავდნენ. ხო, სადღაც ცეკვავდნენ. ხო და რომ არ დავკარგო აზრი, მაგის ფეხბურთს მივუბრუნდა, ეგ ჩემთვის გონია რომ ეგ თავიდანაც ზედმეტად დაბალი სტანდარტია იმის რომ კაცებს მოუთხოვოთ ცვლილების, იმიტომ რომ მაგალითად ჩემ მეგობარი გოგოების გამოცდილება რაც ვიცი, იმის გამო რომ არსებობდა მასკომს რაღაც ერთი ტრის ხატი, რაღაც ვიღაც კაცი შავებში ჩაცმული, რაღაც მოძველ ბიჭო ტიპი, რომელიც ცუდია ავტომატურად და რომელმაც შეიძლება შენზე იძალადოს, მე უცებ შეიქმნა თითქოს კარგი კაცის სახე, რომელსაც უნდა იცვას ფერადი წინდები, უნდა იყოს ცოტა მოჰიპსტერო, გრძელი თმა, რაღაც არ ვიცი, რაღაც კონკრეტულ ჯგუფს უსმენდეს და წიგნსაც უკითხულობს ხო საერთოდ, უკვე ძალიან კაი ტიპია. და თითქოს დავიჯერეთ რომ ეგეთი კაცები შემეყვნენ კარგი კაცები და მე ჩემ მეგობარი გოგოების გამოცდილებდა ვიცი რომ თუ ვინმე სექსუალურად ავიწროებდა მათ ხოლმე რაღაც უსაფრთხო სივრცეში იყვნენ ეგეთი კაცები ხოლმე რომელსაც უბრალოდ ისწავლეს როგორ მოირგონ რაღაც კონკრეტული ნიშნები ფიზიკურად არ ვიცი რა ჩაიცვან არ ვიცი სად წავიდნენ საჭმელად ან დასალევად და მე იქ როგორ შეავიწროვონ გოგოები ადაპტირება შეძლეს შეცვლილ მოთხოვნებზე უბრალოდ და რაღაცნაირად ისევ თავის გაყიდვის მაგ მოდელში შეიძლება იყვნენ ეგ ადამიანები რა. ხო და მაგიტომ ბოდიში. ან მაგიტომ მგონია რომ ცოტა უფრო კაცები უნდა ვიყოთ მაგ რაღაცებს და რაღაც მარტივი უცებ თუ ვიღაც
ოდნავ გადაუხვევს რაღაც სტანდარტულ მასკულინიზმისგან არნიშნავს რომ რაღაც ტაში უნდა დაუკვირდეთ ხო მე მგონია რომ ცეკვას მაგ შემთხვევაშიც მაგ ცეკვას მაშინ უფრო ექნება რაღაცნაირად მნიშვნელობა როცა იმ რაღაცა საცეკვაო სივრცეში იდგებიან ქალებიც და ეს კაცები არ ჩათვლიან რომ მთელი სივრცე მათია მათ შორის ეს ქალებიც რომლებიც ამ საცეკვაო სივრცეში არიან რა ეგ იქნებოდა ალბათ იმის გადააზრება რომ რეალურად კაცებს რატომღაც ის აქვთ სურვილი რომ ყველაფრის მაკონტროლებლები და ყველაფრის მფლობელები იყვნენ რა და ხო და თან მაგ კაცობაზე ისევ და ისევ რომ მიუბრუნდა ქართულ ფეხბურთელებს ერთი მხრივ მაგ პერიოდში და ისევ გამახსენდა Facebook-ზე განვითარებული მსჯელობები, კაია რომ მაგას ჩამოშორდი. არ ვიყენებ Facebook-ს, უკვე წელზე მეტია, მაგრამ მაინც მახსოვს ეგ იმიტომ რომ რაღაც ძალიან ამაზრზენი იყო ჩემთვის ის რომ ერთი მხრივ მოკეთ მაშინ მახსოვს რაღაც ქართველ ფეხბურთელების ხოტბა მიდიოდა მათ შორის მაგალითად ყველაზე ცნობილი ხვიჩა კვარაცხელესი რომელიც ჩემთვის ბევრი რამის გამო არის პრობლემური ოღონდ როგორც ფეხბურთი გიყვარს და ფეხბურთელი მოგწონს ერთი არის მაგრამ რაღაც ხატის რაღაც გმირის შექმნა იმ ინდივიდის რომელიც უბრალოდ კარგად თამაშობს ფეხბურთს და შეერა რომ მისი ყველა წარმატება არ ვიცი რაღაც ამ ღრმად რელიგიურ ქვეყანაში ღმერთისგან და პატრიარქის კურთხევით მოდის მე მაშინვე ხოლმე არასერიოზულად უყურებ მაგრამ ხო მე შევეშოთ მე არ მაინტერესებს ფეხბურთი პირობითად და ჩემთვის არ არის მნიშვნელოვანი მაგრამ იმის მაშინ როცა რაღაც ამ ქართველი კაცის ფეხბურთელი კაცის სხეულის გაფეტიშება ხდებოდა ეს აქტიურად პარალელურად მახსოვს მოხდა ეგეთი რამ რაღაც მატილდა ქართველი მოდელი მატილდა ბარლიანი ხო გამოვიდა რაღაც Victoria's Secret show-ზე და ერთ-ერთმა ესეთი ქართველმა ინტელექტუალმა ქალმა რომელიც ასევე ჩემთვის პატივსაცემი პიროვნება თავის პროფესიიდან გამომდინარე მახსოვს დაწერა რომ ეს რაღაც ნუ აფრიალებთ ამ რაღაც ტრუსიკიანი ფოტოებს და რაღაც ეს არ არის რა საამაყო ეს არის საამაყო არის არ ვიცი ხვიჩა კვარაცხელია ან რაღაც და არა და ამ დროს რეალურად ძალიან მარტივად ის უნდა გაიფიქრო ადამიანმა რომ ეს ფეხბურთელები სტადიონზე იფურთხებიან და მე შიგნით გორავენ რავი აი ხო მაგრამ მან ყველაზე შემზარავი ჩემს ყო და ორი ფაქტი ერთი ის როგორც მოიხსენე ამ ტრუსიკიანი გოგოს ანუ მატილდა მაშინვე გახდა რაღაც ეგ თუ არ ვცდები რაღაც ეგრეთ თქვა რა აი მაშინვე რაღაც მატილდა იყო ტრუსიკი მხოლოდ თუ რაღაცა ეს რაღაც მეტი არაფერი და როცა რავი ხა ხვიჩა კვარაცხელია ჩემთვისაც არაფერს აი ბურთს აგორებს ხა მე რომ მკითხო არც არაფერი არ არის მაგაში საამაყო მე თუ მკითხავ ეგრე მაშინ და ძალიან კიდია თუ რაღაც გოლი გაიტანა ვიღაცასთან ანუ რა რომელი ღირებულებიდან ამოვდივართ ანუ ხო ეგრე თუ რაღაც პერსპექტივას შევცვლით ანუ ჩემთვის ხვიჩა კვარაცხელია ისევე უინტერესო წარმატება იყოს ხვიჩას წარმატება ისევე უინტერესო შეიძლება იყოს როგორც ვიღაცისთვის არ ვიცი მატილდას ტრუსიკით გამოსვლა პოდიუმზე ხო უბრალოდ მან არის ისე რა ფასობს რა და ეს როცა ხედავ ხოლმე რომ თითქოს რაღაც ბოლო წლებში ჩვენთანაც რაღაცები შეიცვალა და განსაკუთრებით რაღაც ქალების ხნან ფემინისტი ქალების ხნან რაღაცებს დაიწყეს საუბარი და რაღაც ეს რაღაც გადაფასება ძალიან ტრადიციული რაღაც პატრიარქალურ ღირებულების უცებ ძალიან მალევე ჯერ მთელმა ქვეყანამ ფეხბურთის ყურება დაიწყო კაცით დაწყებული ქალით დამთავრებული და ეს რაღაც ნაციონალიზმთან კავშირში რაღაც უცებ გავაღმერთეთ დეტალია მნიშვნელოვანი მანდ ჩემთვისაც აი სახალხო სპორტებს აქვთ შემზარავი ეგ დეტალი. ხო, მაგრამ მე მჯერა რომ ის რაც ფეხბურთის დროს ხდებოდა, მაგრამ ეს ხაც ცალკე ამბავი რაღაც სხვა განსხვავებაში გადატანა არის, მაგრამ მაინც ჯერო ძალიან დამაზიანებელი იყო იმ პოლიტიკური მოვლენების რაც შარშან ხდებოდა საქართველოში და ეს რაც ძალიან მარტივად გადაიტანეს ყურადღება რეალურად მნიშვნელოვანი საკითხიდან რაღაც არ ვიცი ზეიმზე მაგრამ მაგას ახლა დღევანდელ თემას დავუბრუნდეთ მგონია რომ ეგეც რაღაც ისე უბრუნდებით კაცის რაღაც ძლიერი კაცის რომელიც თავის ხელს წვრთნის
ესე რაღაც ძალიან ბევრს შრომობს ამისთვის, რაღაც შედეგს აღწევს და მე უნდა ისო დავაფასოთ და ამ ხრივ და ამ პარალელურად არავინ არ ლაპარაკობს ხოლმე რაღაც არ ვიცი, იმ ქალებზე, რომლებიც ყოველდღურად შეება არანაკლებ შრომას წევდნენ, მაგალითად, არ ვიცი. ატომღაც საქართველოს ხატი, ჩემთვის ვინმე თუ უნდა იყოს, რაღაც ქართული იდენტობის ნაწილი თუ ვინმე უნდა იყოს, მგონია რომ ემიგრანტი ქალები უნდა იყვნენ, რომლებიც ზეგანაკვეთურად, მონურად და სრულიად რაღაც შეუსაბამო იმ ქვეყნებისთვის შეუსაბამო ანაზღაურებით შრომობენ ყოველდღიურად, რაღაც მოწყვეტილი არიან მთლიანად თავიანთ ფესვებს და ეს ამ შრომით რაღაც მონაპოვარს მე არჩენენ არა მარტო თავიანთ ოჯახებს, საბოლოო ჯამში მთელ ქვეყანას. და ის რომ ვიღაცამ სადღაც ბურთი გააგორა და თვითონ მიიღო მილიონობით ჰონორარი, ჩემს ყოველდღიურობას მინდა ვთქვა, რომ საერთოდ არ ცვლის. იცი რა არის, მე მგონია რომ აი 90-იანების და 2000-იანების აი ამ გამოცდილებამ და მათ შორის მაგ გაზრდილმა იმიგრაციამ და ამ სიტუაციამ რომელშიც კაცი საერთოდ უფუნქციოდ დარჩა უფრო მეტად გამოიწვია ის რომ კაცებმა ეკონომიკური ფუნქცია მოეშალათ, სოციალური ფუნქციაც ასე თუ ისე მოეშალათ, მაგის განმტკიცება კიდევ უფრო სწრაფად ეს ეკონომიკური ფუნქციის მოშლასთან ერთად, მაგრამ ალბათ მაინც და კონტროლი მით უფრო გამძაფრდა და მით უფრო ხისტი და ისეთი გახდა ძალადობრივი, რაც უფრო შემოდის აი ეს მდგომარეობა, რომ კაცს რაღაცა ფუნქცია ეშლება, ან წის წარმოდგენა რაც საკუთარ თავზე ჰქონდა ეშლება და ვერც ახერხებს სიახლესთან რეალიზებას, იმიტომ რომ ემოციური ბაგაჟი არ აქვს, რომ გაიაზროს. მე მგონია, რომ ძალიან დიდ ბოროტებას ვუკეთებთ კაცებს და ეგ ძალიან მარტივი დაკვირვებით შემიძლია ახსნა. აი გლოვის დროს ვლინდება ხოლმე რა, გლოვის დროს მაგალითად ქალებს შეუძლიათ ტირილი, მათ შორის მიცვალებულთან ესე დარჩენაც შეუძლიათ და კაცები როგორც ოჯახის ფასადი არიან ხოლმე ჭირისუფლებად უნდა დადგნენ ესე გარეთ. და შემოსულებს მიესალმონ რა, იმიტომ რომ კაცს მაგალითად აი ეს გამოგლოვა ისევე არ სჭირდება როგორც ქალს, რატომღაც ეგრე ითვლება, რაც მგონია რომ ძალიან მახინჯი წარმოდგენაა და იმ ბოროტებას, რასაც კაცებს უკეთებენ, ძალიან ცხადს ხდის რა. კაცებს მაქსიმალურად გვინერგავენ და გვაიძულებენ, რომ ემოციები დავთრგუნოთ მუდმივად და ყველა სიტუაციაში და როცა მუდმივად შენი არსებობის ერთ-ერთი მთავარი ნაწილად იქცევა ის, რომ ემოციები სადღაც მიჩურთო, მე ხარ რაღაცა აი ზომბივით რა, ემოციური ზომბივით, რომელიც ვერც სხვა ქალის მდგომარეობას გაანალიზებს, ვერც საკუთარ მდგომარეობას გაანალიზებს და ვერც მაგალითად ძალადობრივი თუ რაღაცნაირად ესეთი აგრესიის შემოტევები თუ აქვს, ვერც ბოლომდე ამ მდგომარეობაში საკუთარ თავს დაინახავს რა გარედან და რეფლექსია ვერ ექნება რა, მოკლედ ემოციურად თუ გაახევებ ადამიანს, იმას რეფლექსიის უნარს უკარგავ და მე მგონია რომ კაცებს მაგ ბოროტებას ესე აქტიურად გვიშვებიან. არ ვიცი, შენ რამდენად ფიქრობ ეგრე? ხო, არა, ცალსახად, ხო, იმიტომ რომ ემოციების გამოხატვაც ისევ და ისევ არის ქალობასთან და ფემინურობასთან კავშირში, ამიტომ კაცი მაქსიმუმ იკავებდეს თავს ემოციურობისგან, რაც ესეთი კუშტი უნდა იყოს და უხეშად მეც სკოლაში მაგალითად ბევრს რომ ლაპარაკობდი ხოლმე, მაშინაც მეუბნებოდი რომ რაღაც გოგოსავით ლაპარაკობ ბევრს თუ რაღაც ან ზოგადად მე უნივერსიტეტშიც ჯგუფები მითხრა რომ ბიჭ სიდინჯე თუ სიდარბა ისლე უხდება და ხო, ან ზოგადად სიჭარბე ასოცირდება რაღაც ფემინურობასთან. კაცი მოგეთ ყოველთვის უნდა აკონტროლებდეს თავს. აი მასკულინობა არის მთლიანად კონტროლი ყველაფერში, მათ შორის ემოციების გამოხატვაშიც. ხო და ამის ასევე ის არის საინტერესო, ჩემთვის უკითხავთ, ვფიქრობ თუ არა, რომ გეი კაცები გარკვეულ სიტუაციებში უფრო მეტად მიზოგინურ განწყობებსაც კი ავლენენ. სხვათა შორის მე ხშირად შემინიშნავს გეი ბიჭებისთვის ძალიან მკვეთრად, ისე რომ ზოგჯერ ჰეტერო ადამიანებისთვისაც ვიღაცებისთვის არ შემინიშნავს ტრანსფობიული განწყობები ერთი. და მეორე ხო ქალის სხეულის სიძულვილიც რა, აი მაგალითად რაღაცა აი განსაკუთრებით იმ ბიჭების მიმართ, რომლებსაც მხოლოდ კაცებთან აქვთ ურთიერთობა, რაღაცნაირად ეს ქალის სხეული მათთვის ცოტა ისეთი არა და მაგის გამო რაღაც უფრო მეტ სისხლს ავლენენ. არ ვიცი რამდენად მასია, მე მგონია რომ ესე არ არის, მე მგონია რომ საერთოდ თარგში უბრალოდ ეწერებიან ეს გეი კაცებიც და რაღაცნაირად ან თამაშობენ იმას მაინც რომ რაღაცნაირად ესე არის მდგომარეობა. უბრალოდ
ერთადერთი რასაც მაგნაწილში მინდა ვთქვა არის ის, რომ ამ საზოგადოებიდან გამომდინარე გეი კაცებისთვის ზოგჯერ ქალის სხეული არის ტრავმის სივრცე რა, იმიტომ რომ რაღაცნაირად მუდმივად ტრავმის და იძულების კიდე ეგ არის მნიშვნელოვანი რა, რომ რაღაცნაირად ქალის სხეულის მიმართ რაღაცნაირად სექსუალურ მიზიდულობას უნდა განიცდიდა რა, მაგას თითქოს სულ შთაგაგონებენ, არასდროს ეგ არ ხდება, როცა ქალის სხეული სექსუალურად არ გიზიდავს, როცა მხოლოდ კაცები გიზიდავს და მე რაღაცნაირად შენთვის ტრავმის და იძულების სივრცედ იქცევა ქალის სხეული. მე მგონია რომ ეგ არის მნიშვნელოვანი ფაქტორი ქვიარ კაცების შემთხვევაში, რის გამოც შეიძლება რომ ავლენდნენ მიზოგინურ განწყობებს, მაგრამ სხვა კრიტერიუმები შეიძლება იყოს და იმიტომ რომ თითქოს რაღაცნაირად ამ კაცური სივრცეების ნაწილი ქვიარ კაცები ნაკლებად არიან ხოლმე, მაგრამ მაინც ეს რაღაცნაირად საერთო წარმოდგენები არსებობს და შეიძლება იყოს საფუძველი. ეგ მაგაზე არ მიფიქრე სხვათა შორის და მგონია რომ ძალიან საინტერესო დაკვირვებაა, რომ რაღაც პირადი წარუმატებლობიდან, ასე ვთქვათ, ჭყალში გამომდინარე შეიძლება გძულდეს ის რაღაც ქალის სხეული და ცალსახად მთელ რიგ შემთხვევებში მგონია რომ ეგეც იქნება დიდი ფაქტორი, მაგრამ ზოგადად ალბათ მარტივია მაგაზე პასუხის გაცემა, იმიტომ რომ როცა ვსაუბრობთ კაცებზე, ცხადია არ ვსაუბრობთ მხოლოდ ჰეტეროსექსუალ კაცებზე, გეი კაცებიც კაცები არიან, შესაბამისად ისინი ხშირად ატარებენ ხოლმე იმ რაღაც პატრიარქალურ წარმოდგენებს თავიანთ სხეულზე თუ ქალების სხეულზე, როგორც სხვა დანარჩენი. იმიტომ რომ რაღაც შენი სექსუალობა არ განაპირობებს ცალსახად ავტომატურად რა წარმოდგენა გექნება ქალებზე და მართლა უამრავი გეი კაცი არსებობს, რომელიც ღიად მიზოგინია ან ვერ იაზრებს ისეთი მიზოგინია და რაღაც ბევრ გეი კაცს აქვს ხოლმე რაღაც ზიზღი ქალურობის მიმართ ან რაღაც ხშირად არის ხოლმე მეორე პირიქით რაღაც ქალურობის გაფეტიშება და თითქოს რაღაც არარეალურობად ქცევა, ანუ ხშირად რაღაც გეი კაცებისთვის ქალები რაღაც არ არიან თითქოს რეალური არსებები თუ რაღაც მისტიკურები არიან, რაც ასევე არა ჩანსახი წარმოდგენა არის. მაგრამ ეგ საინტერესო ნაწილი არის და საინტერესო კითხვა არის, იმიტომ რომ ხშირად ხო მხოლოდ რაღაც ჰეტერო კაცებს ხვდებათ ხოლმე მათ რახი. როცა მასკომებზე ვლაპარაკობთ, მაგრამ ჩემი გამოცდილებითაც, არ მარტო ჩემი გამოცდილებითაც 300 მილიონი კვლევა და რაღაც თეორიაც ადასტურებს, გეი კაცებიც არა ნაკლებად ატარებენ ხოლმე იმ რაღაც პატრიარქატის აგენტების როლს, რომლებიც ხელს უწყობენ გენდერული უთანასწორობის შენარჩუნებას. ან რაღაც კონკრეტული წესრიგის შენარჩუნებას. და ეს მოდის იქედან, რომ მოკეთ თანამედროვე კაპიტალისტური და პატრიარქალური სისტემა ძალიან ესეთი, როგორ ვთქვა, მარტივად ადაპტირებადი. რამდენიმე 10 წლის წინ თუ ზოგადად მთლიანად დაუშვებელი და რაღაც მიუღებელი იყო ქვიარ ადამიანების ლაპარაკი და არათუ რაღაც სოციუმში მიღება, ეს შეიცვალა, ოღონდ შეიცვალა გარკვეული პირობებით. იმისთვის რომ იყო მისაღები, უნდა რაღაც გარკვეულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა და ის გეი კაცები, რომლებიც რაღაცნაირად მოახერხეს ამ სისტემაში ჩაწერა და რაღაც ეკონომიკურ თუ სოციალურ სიკეთეებს იღებენ, ხო, რაღაც სიკეთეების მოპოვება და საფეხურზე ასვლა. როგორც კი პრივილეგიები შეიძინეს, მაშინვე მოუნდათ, რომ ეს რაღაც იგივე ძალაუფლების განმახორციელებლები იყვნენ, რომლებიც ადრე მათ ჩაგრავდნენ. ამის ყველაზე კარგი მაგალითი ალბათ არის ის, რაც დღეს ხდება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ სოფლიოში. მთელი რიგი მემარჯვენე პოლიტიკური მოძრაობების ლიდერები თუ მათი წევრები არიან ქვიარ ადამიანები, ქვიარ კაცები მათ შორის. არ ვიცი, შეგვიძლია დავიწყოთ საქართველოს შეგვიძლია ვისაუბროთ როგორც მართველი პარტიის ლიდერებით და პროპაგანდისტული სატელევიზიო მედია იმედის ჟურნალისტებით დაწყებული, ასევე შეგვიძლია გადავიდეთ უცხოურ მაგალითებზე, რომ არ ვიცი საფრანგეთში
ეს კურიოზები კიდევ რომ ტრამპის ყრილობას რაღაცა გრაინდერის გაჭედვა მოჰყვა, იმიტომ რომ რაღაცა მოთხოვნა გაიზარდა კონკრეტულად. ხო ის დამავიწყე მის სახელს ერთი ცნობილი რესპუბლიკელი რო აღმოაჩენს დრეკ κουინი იყო წარსულში და თვითონაც ჰომოფობიურ განცხადებებს აკეთებდა სულ. მაგრამ ბევრია მარი ლეპენის პარტიაში, ჩემს ფრანგ მეგობრებს ველაპარაკებოდი, უამრავი გეი კაცი ღიად ოღონდ კანაის, ახლა ჩვენთან მაგალითად ფარულად ქვია. არა ღიად ხო უბრალოდ ეს. მაგრამ ისინი ღიად გეები არიან. ან ასე მაგალითად შეგვიძლია გავიხსენოთ გერმანიაში ეს გამოვიწყდა მულტიმარჯვენე პარტიის ლიდერი ქალის სახელი გვარი, რომელიც ღიად ლესბოსელი არის, ცოლი ყავს, შვილიც ყავთ ორივეს, მისი ცოლი ასევე ემიგრანტი არის. მაგრამ თვითონ არის ერთ-ერთი ყველაზე ესეთი ფაშისტური, ევროპული ფაშისტური პარტიის ლიდერი, რომელსაც სულს ემიგრანტები, ასევე შიგადაშიგ აკეთებს ჰომოფობიურ განცხადებებსაც. მოკლედ, ამით იმის მომინდა, რომ ეს რაღაც ტიპის ხო, მონოტირები არ მათ შორის კაცებმა, როგორც კი უბრალოდ ისწავლეს ამ სისტემაში როგორ გადაიჩინონ თავი, მაგრამ არ აღელვებთ სხვები და უბრალოდ მხოლოდ მოერგნენ იმ სისტემას, როგორც ამას აკეთებენ ხოლმე სხვა ტიპის ჰეტერო კაცები თუ ქალები, რა მნიშვნელობა აქვს, რომლებიც აკვირდებიან ამ რაღაც კულტურას და უნდათ რომ აღარ იყვნენ ჩაგრულები და თვითონ ამდენადაც გათავისუფლდნენ რაღაც პრივილეგიები მიიღეს, სხვების ჩაგვრა აღარ ადარდებთ. ხო, ეს რაღაც მე მგონი არ ვიცი ამდენ თუ პასუხე იმას, მაგრამ ხო, სასახელს შეგვიძლია ვთქვათ, რომ კაციც შეიძლება ისეთივე ჩაგვრელი იყოს, როგორც ჰეტერო კაცი და მე მომისმენია ისიც, რომ კლუბებში მაგალითად გოგოები ხშირად ქვიარ კაცებისგან ხანდახან შევიწევენ სექსუალურ ნიშნით არა, მაგრამ გეი კაცებს ახასიათებთ ის, რომ რაღაც დივა სლეი და რაღაც გოგოსთან მიხვდეთ და ძუძუებზე შეეხო თუ რაღაც რაც ვიცი, რომ ბევრ ხალხს არ სიამოვნებს, არ აქვს მნიშვნელობა, ხა შენგან ემუქრება თუ არა საფრთხე იმისა, რომ მე გავაპატიურებ მაინც სხეულებრივ და ხშირად რაღაც ეს რაც მე მომისმენია ქალებისგან, იცი რომ არ არის ხო, მაგრამ სკაუსი რომ მეც მქონია რაღაც რომ ვიღაც გოგოებისგან კლუბში რომ რაღაც არ ვიცი ხელს წამოგარტყამს ან რაღაც შეგეხება, მაგრამ ხო ყველაც ეს კლუბში ნებართვის ამბავი ხო ცალკე რაღაც განზომილება და რთული ნაწილი არის. საკლუბო სივრცეს მას ვერასდროს მაგის გამო ვერ აღუღიალღო, იმიტომ რომ მუდმივად იმაზე მოკლედ ძალიან შფოთვის მომგვრელი იყო ჩემთვის რიგი მიზეზების გამო, მაგრამ კურნება რა შეიძლება იყოს მოკლედ რა კი გვესმის რომ ერთი ის რომ კაცებს საკუთარ სხეულზეც საკუთარ გამოცდილებებზეც და ქალების გამოცდილებებზეც შეიძლებაც ბევრი არასწორი რაღაც დაგვაჯერეს ან ბევრი არასწორი რაღაცა არასწორი წარმოდგენა გვაქვს და მაგრამ კურნებაც ძალიან რთული საპოვნელია რეალურად და კაი ინდივიდუალურად შეიძლება რომ ადამიანმა ისაუბრო რაღაცა გამოცდილებებზე, მაგრამ როგორი შეიძლება იყოს აი ამ რაღაცა გამოცდილებების უფრო ფართოდ გადაფასების. ალბათ ბევრად აქტიურად და ბევრად მეტმა კაცმა უნდა დაიწყოს პერსონალურ გამოცდილებებზე რა, ზოგადად სხვების გამოცდილებებზე კი არა, პერსონალურ გამოცდილებებზე საუბარი. შენ როგორ წარმოგიდგენია ეს რაღაცა ფანტაზია თუ იდეა კურნებაზე? ხო, იმიტომ რომ ყველა ჯერზე როცა კაცები ცდილობენ რაღაც ზილაპარაკონ და თითქოს თავიანთი მოწყვლადობა წარმოაჩინონ, მაინც ატომაც ყოველთვის სხვების გამოცდილებების დასაკუთრებას ცდილობენ ხოლმე. მაგალითად შეგვიძლია გავიხსენოთ ეს რამდენიმე წლის წინანდელი სკანდალი, ეს ბოდიშოპის კრებული რო იყო, როცა ქართველმა კაცებმა გამოიჩინეს ესეთ ყველაზე დიდი ფემინისტური ჩაიდინეს და ქალების გამოცდილებაზე დაწერას თვითონ როგორც კარგმა მწერლებმა. ხო და შემდგომში მგონია რომ აქ ყველა კაცს ძალიან ბევრი სალაპარაკო აქვს თავიანთ თავზე. ხო და მოკლედ იმის გამო მინდა რომ ხო კაცები თითქოს რაღაცებზე რომ ლაპარაკობენ, არ ლაპარაკობენ, მაინც პირველში მგონია უნდა ილაპარაკობენ, რომ მე თუ რამემ გადამარჩინა იმ რაღაც
გრელი გამოცდილებიდან რაც ბავშვობიდან მქონდა იყო ის რომ რაღაც მომენტში ძალიან გავიხსენე და ღიად შემეძლო მელაპარაკა მაგაზე და რაღაც არ დამეფარა იმიტომ რომ მე რაღაც ლაპარაკობენ ხოლმე რომ აი კაცებში სუიციდის მაჩვენებელი მაღალია ეს რაღაც მიმი რო გახდა რომ კაცების მარტოობის ეპიდემია იმძვინვარებს გენაცვალე თუ არ ილაპარაკებ და არავის არ გადაუშვი გულს ეხა ვიღაცამ გამოიცნოს შენ სევდიან თვალებში რამდენად მარტო ხარ და რა გიჭირს თანამედროვე სამყაროში ძალიან ძნელია იმიტომ რომ ყველა უბრალოდ ტელეფონში იყურება და rilsებს სკროლავს. ხო და პირველი შაბათ არის ეგ, რომ რაღაცებზე უნდა გაიხსნა და აღიარო, რომ გიჭირს და რაღაც გაწუხებს და მეორე არის ის, რომ ძალიან ისე ლაპარაკობ live coach-ით, რაც მცულს, მაგრამ კითხე რა კითხვის გამოსვანერად ვერ გიპასუხებ, მაგრამ რა ჩემ გამოცდილებიდან ვისაუბრებ, არის ის, რომ სულ უნდა გახსოვდეს, რომ რაღაც მომენტში თუნდაც შენ რაღაც შვება იგრძენი, არ უნდა გავიწყდეს, რომ რაღაც სხვები ისე განიცდნენ იმავეს და რაღაც ან თუნდაც სხვა ტიპის ჩაგვრას განიცდნენ და ის, რომ შენ თუნდაც რაღაც მომენტში აღარ იჩაგრები, ან რაღაც გარკვეულ სიკეთეებზე მიგიწვდება ხელი, არ უნდა დაგავიწყდეს, რომ თუნდაც სხვების გათავისუფლებისთვის უნდა იბრძოლო მოკეთ რა და მაგას ხშირად ბევრი არ აკეთებს და მხოლოდ უნდა რაღაც თავისი მხოლოდ პირადი კომფორტი შემოისაზღვროს და სხვებს თავის უტეხიათ, რაც ასევე ძალიან მასკულინურია, იმიტომ რომ ეს მასკულინური გაგება არის, რომ რაღაც მხოლოდ ძლიერები უნდა გადარჩნენ და სუსტებს განსაცდელი ელით და მე მჯერა რომ განსაცდელი ყველას ელის და ამიტომ რაც მაქსიმალურად საკუთარ თავებთან ერთად სხვებზეც უნდა ვღელავდეთ და რაღაც ერთი რაღაც საერთო ცვლილებისთვის უნდა ვიბრძოდეთ და არა იმისთვის რომ მე თუ საკუთარი სხეული შევცვალე ან რაღაც ჩემი პირადი ცხოვრება შევცვალე ეს საკმარისი არის. ცხადი არ მჯერა იმის რომ რაღაცები ესე მარტივად შეიცვლება, მაგრამ უნდა ვცადოთ. შეცვლებდით, აი მე მგონია რომ მედიაში აი ფართო გაგებით ახლა კინოსაც, ლიტერატურასაც გულისხმობ რა. მე აი სულ ცოტა ხნის წინ ერთი კაცი ავტორის წიგნი წავიკითხე რა, რომელშიც იდეაში გარდაცვალების შემდგომ ადამიანი აი ამ ეს კაცი რა, რომელიც ყვდება პროტაგონისტი, რა გზას გადის, რაღაცა ემოციურ გზას გადის მაგაზია და მანდაც ძირითადი ნაწილი ეთმობა და მე კიდე ერთი აი ედელვაისებს წავიკითხე ახლა ხანფეზუაშვილის და მანდაც ანუ აი ძალიან დიდი ნაწილი მოკლედ აი ქალის სხეულის აი ამ რაღაცა სურვილებს ეთმობა და ზოგადად კაც ავტორებს ეგ ახასიათებთ რომ ანუ ქალის სხეულს და ქალისადმი ტოლვაზე დაწერენ ასობით გვერდს, მაგრამ თვითონ მათ სხეულში რა ხდება, მაგაზე არაფერს არ დაწერენ და მაგიტომ მაგალითად ეხლა რაღაცა ქალ ავტორებთან უფრო ყოველობს საერთოდ, იმიტომ რომ მე მგონია რომ რაღაცებს ბევრად ნაღდები არიან ხოლმე და ეს კაცი ავტორები კიდე დაიტანჯრენ მოკლედ ამ რაღაცა ქალის და ქალის იდეალის დევნით ისე რომ საკუთარი თავი და პროტაგონისტი ვინც უყენიათ საერთოდ არ საინტერესებთ ბოლო ჯამში რა არსებობს იქიდან გამომდინარე რომ მიელტვის ვიღაც ქალს და მე მოკლედ ეს რომელი პერიოდის წერილია? იუნფოსის დილა და საღამო. ხო და ნუ ისედაც სხვებსაც მოკლედ ახასიათებ, არ ვიცი, მოკლედ ბევრ კაცს ახასიათებს და მე მგონია რომ აი ტროპები უნდა ამოტრიალდეს რა, რომ მაგალითად კაცმა საკუთარ თავს უნდა შეხედოს. აი ხლა მაგალითად ჰეტერო მწერალი კაცის ტექსტს, რომელშიც სხვაზე არაფერზე წერს გარდა საკუთარი სხეულისა, დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი. თუნდაც იგივე მაგალითად რა წარმოდგენა აქვს მასე რაღაცა ქალს, რომელიც მისთვის ლტოლვის ობიექტი უნდა ჰქონდეს, რას წარმოდგენა იქნება მის სხეულზე, როცა მაგაზე შფოთავს ეს ჰეტერო კაცი. ძალიან საინტერესოა და მე მგონია რომ რაღაცნაირად ეგ რეალობაა და ანუ რეალობა უბრალოდ ლიტერატურაში არ აღმოჩნდება ხოლმე. მე მგონია რომ კაცები იმაზე მეც ფარისევლობენ, ვიდრე უნდა ფარისევლობდნენ და საკუთარ სხეულებს რომ მეტი დრო დაუთმონ ზოგადად კაცებმა, მგონია რომ ქალის სხეულზე ნაკლებად იძალადებენ რა. ხო, მაგრამ ხო თქვით რა ეს მასკულინობის გაგება მანდ ამოდის რომ კაცის სხეული არ არის მნიშვნელოვანი გონება. მე მაგიტო მიყვარს ხოლმე რაღაც ესეთი ტექსტები, სადაც ხდება როლების შეცვლა, იმიტომ რომ უმეტესად ხო ეს ქალის სხეული არის რაღაც სექსუალობის ობიექტი და რაღაც მის რაღაც ჟინის და ვნების და კაცები არა ხოლმე, კაცები არის რომელიც არ ვიცი აზროვნებენ, რაღაც გადაწყვეტილებებს იღებენ, ან კვდებიან მაგალითად, მაგრამ რაღაც ლიტერატურაში თუნდაც ან კინოში
დავლაპარაკო ხა მეცადად რაღაც კლასიკურ ტექსტებზე ბევრნაირი გაგებით. ეს კაცის სხეული არ არის ხოლმე წარმოადგენს საერთოდ სექსუალური ობიექტი და ეგ როგორც კი იცვლება ხოლმე ხა იუნფოსი ახსენე და გამახსენდა პოლინომიალის კიდევ ერთი ტექსტი. აი ახლა სეპტოლოგია მაგალითად ძალიან მომეწონა, მაგრამ აი ეს საღამო აი გარდაცვალების შემდეგ კაცის სული მხოლოდ ქალებზე ფიქრობს და ეგეთი ცარიელი როგორ შეიძლება იყოს მოკლედ და ეს კაცი შეიძლება გაზრახოც ეგ იყო რომ ეჩვენებინა რამდენად ცარიელია ეს კაცი რომელიც მოკვდა და სიკვდილის შემდეგაც კი ეს რაღაცა გონი თუ რაღაცა რაც რჩება გადის ამ გზას რომელიც ქალთან მიმართებით რაღაცა უნდა გამოერკვეს მთლიანად მაგრამ არ ვიცი. ხო არ ვიცი ეგ ტექსტი არ წამიკითხავს შეიძლება. მაგრამ წამიკითხავს მარის კონდეს ტიტუბა შავკანიანი ალქაჯი სეილემიდან და მან არის უბრალოდ ეგ ნაწილი და ჯერ ეგ ტექსტი ბევრნაირად საინტერესოა და ამ თემასაც ეხება, რასაც ჩვენ ვსაუბრობთ. მაგრამ ერთი კონკრეტული მომენტი, რასაც დავიწყე საუბარი კაცის სხეულზე არის, რომ მან აი ეს ნარატორი, მთხრობელი, ტიტუბა, რომელიც ყვება თავის გამოცდილებას რაღაც მონობიდან ალქაჯობის ბრალდებამდე, მან შეუყვარდება რაღაც კაცი და აი ამ კაცის სხეულს აღწერს ისე, როგორც ვნების ობიექტს. კონტროლს იღებს. ხო, და აი როცა პირველ პირში ისმენ მაგას და კითხულობ უბრალოდ არის, მივხვდი რომ რაღაც ლიტატოში ძალიან იშვიათი, იმიტომ რომ უმეტესად კაცები წერენ და აღწერენ ქალის სხეულს ეგრე, რომ ის ვიღაც იყო ლამაზი, ასეთი, ის უნდა მოინადიროს და პირიქით რომ ქალი აღწერდეს რომ კი ვიღაცას არ ვიცი რაღაც და კაცი ხდება ტოების ობიექტები. რაღაცაი ტიპის სხეული აქვს და უნდა რომ შეეხოს მის მხრებს ან რაღაც გარკვეული რაღაცნაირი ვნებით ჰქონდეს სექსი თუ რაღაც ეგ არის რაღაც იმცრულების დასაწყისი რომელიც გვჭირდება მაგრამ მეორე მხრივ ისიც არის რომ ეხა ეგრე აღარ არის რაღაც ამ სამყაროში ცალსახად თან გასაკუთრებით ახალ თაობაში კაცის სხეულიც ბაზარზე უკვე იყიდება და ამის ნათელი მაგალითი და ესეთ ყველაზე მკვეთრი მაგალითი არის რაღაც ვარჯიშის ჯიმ კულტურის აღზევება ხო რაღაც პრიალეს სხეული და კონთულის სხეული რაღაც კონკრეტული ტიპის სხეული რომელსაც ბევრი რამით ამართლებენ ხოლმე მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვით და ასე შემდეგ მაგრამ ყველა ვიცით რომ უბრალოდ სექსის ბაზარზე წარმატებულობისთვის არის საჭირო იმიტომ რომ დღეს ვიღაცისთვის კი არა თანამედროვე კულტურული ნორმებით სასურველი რომ იყო რაც კონკრეტული ტიპის სხეული უნდა გქონდეს რასაც ასევე ანალოგიურად კი არა და მე ვიტყოდი აი ეს ჩემ ბლოგი ახსენე სხეულზე საცისტი კაცების სხეულებზე წერ კონკრეტულად რაღაც სილამაზის სტანდარტებზე მეც გადავხედე პოდკასტის ჩაწერამდე და მან ერთ-ერთი ესეთი ყველაზე დიდი ესეთი ნაივურობა რაც სამი წლის წინ დაწერილი ტექსტი არის ამ გადმოსახედიდან არის ის რომ ხო აი რაღაც თითქოს ქვიარ კაცებს გამოვრიცხავ იმ სილამაზის სტანდარტების გამყარებაში, რომელიც ზეოთ კაცების სხეულების მიმართ არის. ამ გამოცდილ პირიქით, ანუ გეი კაცები, იმდენად სასტიკები არიან ხოლმე, როგორი უნდა იყოს კაცის სხეული, ოღონდ მან დაწყებული კატეგორიზების საოცარი ჟინი გვაქვს კიდევ რაღაცა ოტერები, ბიარები, ტვინკები, რაღაცა გიჟობები. ხო, მე მგონი რომ ტრავმული გამოცდილებიდან მოდის რეალურად ეგრე მგონია რომ ეგ კატეგორიზების მცდელობა და აბსოლუტურად ყველაფრის რაღაც იმაში მოქცევის და წესრიგში მოყვანის მცდელობა მგონია რომ ტრავმული გამოცდილებიდან უნდა მოდიოდეს, მაგრამ ეს არის სიგიჟე, ანუ მთლიანად ჯერ იქიდან რომ პორნო კატეგორიებად არიან დაყოფილი ადამიანები და მგონია რომ ძალიან რაღაცა მახინჯი წარმონაქმნია, რომელსაც მოაქვს ძალიან ბევრი ზიანი რა, მათ შორის იმ წარმოდგენების თვალსაზრისით, რაც შეიძლება გეი კაცებს ერთმანეთის მიმართ ჰქონდეთ და იმ სხეულის სრული მიუღებლობა მაგალითად არიან რაღაცა ეს ზღვარი არსებობს, ტვინკი ტვინკთან, ბიარი ბიართან, ოტერი ოტერთან, რაღაცასთან, ну მოკლედ მე მგონი რომ ეგ არის ეს მახინჯი წარმონაქმნი რომელიც რაღაცნაირად უნდა ჩამოსაშორებელია იმიტომ რომ მაგ წესრიგში თავი იპოვო ან შენი გამოცდილება სრულად დაინახო რაღაცა ჩარჩოში არის შეუძლებელი რა და მე რაც ზედმეტი რჩება და რაც ჩარჩოს მიღმა ის ავტომატურად მოსაცილებლად ჩაითვლება ხოლმე და ну არასწორია რა შენ ხარ რაღაცა ბევრნაირი და ბევრი სხვადასხვა გამოცდილების მქონე და რა ვიცი
კი და პორნო კატეგორიები ახსენე და queer კაცების შემთხვევაში მგონი არის ყველაზე ბოლო პერიოდში რამაც დააზიანა და ეგ რაღაც სრულად მახინჯი კონსტრუქცია შექმნა კატეგორიზაციის არის dating app-ები, რომელშიც რაღაც თითქოს მაგისტრის არის განსაზღვრული, რაღაც მიუთითო კიდეც შენი რაღაც რომელი ტომიდან ხარ, არ ვიცი, twinkie ხარ, biari ხარ თუ რა ხარ. მაგრამ ერთი ეგ რაღაც ესთეტიკური ფაშიზმი, რომელიც რაღაც სხეულების მიმართ დამკვიდრდა და მეორე არის ის, რომ თვითონ გეი კაცებში ასევე სასახად განცდით მანამდე ვახსენეთ, ეხლა დავამატებ, არის ეს ქალურობის ზიზღიც, თუნდაც ეგ, რომ არ ვიცი, აი მაგალითად პირობითად აი ტვინკები ყველაზე მეტად რაღაც მარგინალიზებულები, იმიტომ რომ რაღაც ყველაზე ფემინური სხეული არის ალბათ გეი კაცის რაც შეიძლება იყოს და ასაც ყველა რომ ესეთ როგორც მაგრამ ტოპ საძიებო კატეგორია აღმოჩნდა რომ femboy-ია რაც საინტერესოა ხო ცალსახად როგორც არ ვიცი ყველაზე ჰომოფობიურ ქვეყნებში პორნო კატეგორიაც არის ხოლმე რაღაც ლესბოსური სექსი და ასე შემდეგ მაგრამ ხო ანუ სევდიანი არის ეგ რომ თითქოს რაღაცები იცვლება მაგრამ ეს რაღაც ცვლილებები ისევ რაღაც მე ახალ ტიპის რაღაც ჩაგვრებს აწარმოებს რა და ეხა თუ თითქოს გეი კაცები თუ ზოგადად queer-ები რაღაც მეტად ხილვადები არიან პოპ კულტურაში სანაცოდ რაღაც კონკრეტული ჰომონორმატიულობა ჩდება რომ აი როგორი გეი კაცი უნდა იყოს ან კი ხარ ერთი გავიგეთ მაგრამ როგორი სხეული უნდა გქონდეს რომ ჯერ ერთი პარტნიორი იპოვო და სექსუალურად სასურველი იყო და ნუ მე რაღაც სოციუმში მისაღები რომ იყო მთლიანად. აუ კაცებზე ერთსაც ვიტყვი, აი ამ მახინჯი რაღაცა ქურდული ელემენტების იმას გავლენას და წარმოდგენას მოკლედ როლების მიხედვით ადამიანების წარმოდგენას როგორც კაცი, როგორც ქათამი, როგორც ერთი მხრივ როგორც ადამიანი რომელიც მაგალითად შეიძლება თოფის როლში მოგვევლინოს და თვითონ თავი ჰეტერო ჰგონია და რაღაცნაირად მისთვის ბოთომი აღიქმება როგორც რაღაცნაირად გამოყენების ობიექტად და ეს მახინჯი წარმოდგენაც არსებობს ზოგადად სექსუალობის და სექსუალური სურვილების რომ რაღაცნაირად იმისთვის რომ შენ გათავისუფლდე ამ პასუხისმგებლობისგან რომ ჰომოსექსუალი ხარ შეგიძლია გყავდეს რაღაცა ახლახანი ბოლდუინის ინტერვიუ თარგმნი და ეგეც მაგას წერს რომ რაღაცა ფეგოტს ეძახიან ფეგოტს დაძახილი იმიტოა ესეთი პოპულარული რომ კაცებს სჭირდებათ ვიღაც ვისაც გამოიყენებენ და პასუხისმგებლობას მოიხსნიან რომ თითქოს ისინიც რამ პროცესის თანაბრძომიერი ნაწილი არიან რა ისეთივე ჰომოსექსუალები როგორც სხვა და ნუ ეგ არის რაღაცა სრული სიმახინჯა ეს წარმოდგენა რომ არსებობენ ტყნელები და არსებობენ გეები. ცალსახად. ეგ მასში რაღაც თელრი კულტურებში როგორ თქვა, რაღაც პოლიტიკური აჯენდის ნაწილიც კი არის, მაგალითად თურქეთში ჯარში სავალდებულო გაწვევისგან თავისუფალი არიან მხოლოდ ბოთომები. ან თუ ტოპი ხარ, მაინც კაცი ხარ და ჯარში გიწვევენ, მაგრამ თუ წარმოადგენთ მტკიცებულობას, რომ ბოთომი ხარ, თავისუფლდები სავალდებულო სამსახურში, მტკიცებულობის წარდგენა როგორ ხდება? ძალიან მაინტერესებს. მაგრამ ხო, მოგეთ ეგ რაღაც წარმოდგენა, რომ ნახე ხო და ეგეც ისე მოდის ფემინურობის სიზღისგან, იმიტომ რომ ქალურობა ხო არის, რომ შენ სხეულში შემოდის რაღაც ან შენ ხარ რაღაც ღია და ეს ბოთომობაც მაგიტო არის უფრო რაღაც ამ კატეგორიაშიც რაღაც უფრო ქვემოთ მდგომი, იმიტომ რომ რაღაც შენ ხარ რაღაცნაირად ღია და არა ის ვინც პირიქით სადღაც შედის, რაც ხო მოგეთ მახინჯი წარმოდგენა ცალსახად, მაგრამ ისევ და ისევ სამწუხაროდ როგორც ყველაფერი სხვა მასკულინური და რაღაც კაცობასთან დაკავშირებული მოდის რაღაც ქალურობის სიზღისგან და იგივე ხდება თუნდაც ისეთ რაღაც ბანალურად მარტივ რაღაცაში როგორც გეი სექსუალური აქტია. პრინციპში მგონი ძალიან ბევრი ვისაუბრეთ, სულ ეგ იყო, მადლობა სტუმრობისთვის, მადლობა რომ გვისმენდით. ახალ ეპიზოდებს დაელოდეთ 3 შაბათობით 7 საათზე.